აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, YouTube-ელებო, იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. ხო, ცოტა დავიკარგე, მართალია ეხა ისეთი დღეებია მნიშვნელოვანი. შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გუშინ დაფიქსირდა ძალიან დიდი ენერგეტიკული ვიბრაცია დედამიწაზე. ლამის, მე ხვდე განზომილების რა. თქვენ იცით რომ მე ვინც მიყურებთ ახლა და შემოდიხართ ხშირად ჩემს ვიდეოში, ჩემს ასე ვთქვათ, არხს უყურებთ, იცით რომ ხშირად ვსაუბრობ შაუმანის შკალაზე, ვიბრაციებზე, ენერგეტიკაზე, დედამიწას აქვს თავისი ენერგეტიკა, რომელიც იზომება სპეციალური მოწყობილობით. და არსებობს ესეთი მოწყობილობა შაუმანის შკალა, რომელიც ზომავს და მთელი აი ამ როგორ გითხრათ 90-იან წლებში დაიწყეს სინამდვილეში ამ ესე იგი სპეციალური დედამიწის ენერგიის გაზომვა და თუ აქამდე იდგა 7-4-ზე, 7-5-ზე, აი ესეთი ვიბრაცია, ხო? 7 ჰერცი, 4, აი ესე. რა თქმა უნდა 2012-13 წლიდან უკვე დაიწყო ძალიან აწევა და როიტყვიან 2020-21 წლიდან უკვე აი არ ვიცი ავიდა დაფიქსირდა 2021-22 წლებში სადღაც 150 მეგაჰერც სიხშირემდე. ეს ძალიან დიდია, ანუ გესმით, დედამიწისთვის ძალიან დიდია, იმიტომ რომ ადამიანების ფიზიოლოგია ამას ვერ უძლებს. სულიერი ასპექტი კიდე სხვა არის. აი წარმოიდგინეთ, ყველაფერი ფაქიზდება, მიდის არტერიული წნევები, გულსის ზარღვთა, ყველაფერი მოქმედებს რა და ადამიანი რო გადავიდეს მაღალ ვიბრაციაში, ამისთვის უნდა იყოს მზად, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. რა თქმა უნდა, სულიერება მთავარია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი ადაპტაციას ვერ ახდენს. და მოკლედ რო ძალიან არ გამიგრძელდეს ეს თემა, თუ გაინტერესებთ, მე შემიძლია ცალკე ამ თემაზე გესაუბროთ, მომწერეთ, გამიხარდება თქვენი კომენტარი და ასე ვთქვათ. აზრიც მაინტერესებს, რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებთ დეტალურად ამაზე ვისაუბრო ამ თემაზე. ხო და გუშინ 3 მაისი 2025 წელი იყო აი ძალიან დიდი. ჩათვალეთ რომ აი ვეღარ დააფიქსირეს რა. ამოვარდნა მოხდა, პლუს აფეთქებები იცით რომ ხდება და ძალიან ხშირად უკვე და ჩათვალეთ რომ აი თითქოს აი უკვე წინაპირობაა, რომ აი მეხუთეში ვართ. ძალიან მალე გადავდივართ, მე მეგონა რომ რაღაც 1-2 წელი მაინც გვინდა მეთქი, ესე ვფიქრობდი, იმიტომ რომ 2027 უკვე მიჩნეულია რომ გადასვლა და მეხუთეში უკვე აი რო იტყვიან სტაბილურად შევადგავთ ფეხს. ეხლა ვის უხარია, ვის არ უხარია, მეც ეხლა ღიმილით ვსაუბრობ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ისაუბრებ. ცვლილება ხდება ძალიან დიდი, კოლოსალური, მთელი დედამიწის მასშტაბით. და პირველ რიგში მინდა იცოდეთ ყველამ, ყველა ვერ გადავა, ყველა ვერ შედგავს ფეხს, შეიძლება მეც ვერ გადავიდე, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ მოსულები, ვართ აი ესეთ გამოსასწორებელ კოლონიაში ჩათვალეთ რა. აქ როგორც ასეთი უცდველობა არ არსებობს დედამიწაზე. ვინც დედამიწაზე ცხოვრობს, ყველა არის ცოდველი, გესმით? და ის კარმაო რო ვიძახით, ახლა ხდება ის პერიოდი ზუსტად, ეს გადასვლა, რატო ვახსენე? რომ ის კარმა, შენ რო რაღაცა დააშავე, შენ რო რაღაცა ჩაიდინე, შენ რო რაღაც, ხო? წარსულიდან თუ აქედან თუ იქიდან თუ ახლა ამას კიდე ცალკე თემა და ბევრი საუბარია ამისთვის საჭირო. გჯერათ, არ გჯერათ, არსებობს და ეს კარმა ქრება, გვეძლება საშუალება
რომ ეხლა რომ გადავალთ უკვე თქვათ, რომ აი მე იმ წარსული ცხოვრებებიდან რაღაცები იქ რო ჩავიდინე, მე ისინი არ მახსოვს. მე წამეშალა მეხსიერება და მართლაც ისეა, რომ მოდის სული ეშლება წარსული ცხოვრების მეხსიერება და თავიდან იწყებს. და თქვენ არ გაქვთ უფლება, იმიტომ რომ მე ვარ თავისუფალი სული, ღვთისშვილი, ნათელი სული, მოვლენილი ამ აი ესეთ მძიმე პერიოდში, იმიტომ რომ რახან ეხლა ვარ აქ, ესე იგი ესე იყო საჭირო, ხო? რაღაც ეტაპზე ჩემი ნება იყო, რომ მე ამ პერიოდში მოსულიყავი და ეს ყველაფერი მენახა, ხო? აი ამ რთულ პერიოდში ყოფილიყავი. ამ აწყო დროში და ამიტომ ჩემი თავისუფალი ნებაა, რომ მე არ მახსოვს ის რა ჩამიდენია, რა გამიკეთებია, მე ეს ყველაფერი გამოვისყიდე და მე მაქვს უფლება, რომ ეხლა მე გადავიდი ახალ ლეველზე და უმაღლეს საფეხურზე. ანუ რა ხდება? ეს აი ესეთი რაღაც პატარა ეპიზოდი რო იტყვიან, უნდა კარგად დაიმახსოვროთ თქვენ, იმიტომ რომ როცა მოვა დრო, ზოგისთვის როდის, ზოგისთვის როდის. იცოდეთ, ქვეცნობიერმა იცოდეს ეს, რომ თქვენ ხართ თავისუფალი სულები, მოვლენილები, რომლებსაც გაქვთ თავისუფალი ნება და არც ერთ ძალას არ აქვს უფლება თქვენს ნებაში ჩარევის. თქვენ უბრალოდ არ უნდა შეგეშინდეთ. ნახეთ, შიშის დროს ადამიანი ვარდება, ცოტა ისეთ, გავიარეთ ეს პერიოდიც და ვიცით, არაადეკვატურ სიტუაციაში და მერე ყველაფერზე თანხმდება. შიშმა იცის ეს, მაგრამ თქვენ ყველანაირად უნდა შემოუძახოთ თქვენ თავს, გაიმარჯვოთ ამ შიშზე, გახდეთ აი ესეთი ძლიერი, მებრძოლე სულები, რო იტყვიან, ნათელი და სამართლიანები და თქვათ, მე გამოვისყიდე. მე ის ყველაფერი, რაც იყო, ის ტანჯვაც, ის წამებაც, ის დარდიც, ის წუხარებაც, ის ტკივილიც, ყველაფერი, იმედგაცრუება, ღალატი, ტყუილი, ყველაფერი გამოვიარე, ჯერ წინა ცხოვრებიდან, როგორც შენ მეუბნები, ვინც საჭირო იქნება თქვენ გაიგებთ, ვინ იქნება ის და მე ეხლა როგორც და ამას უმეორებ ამას კარგად. ღვთისშვილი და ნათელი სული და ღვთის ნაწილაკი, რომელიც ვარ და ვაღიარებ ღმერთს, შემოქმედს, ვინც შექმნა ეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა და ის არის უპირობო სიყვარული, ყველაზე დიდი მატერია თუ კი რამე შექმნილა და ის მე მაპატიებს და მიმიღებს და მოწყალე თვალით გადმომხედავს, იმიტომ რომ მე მისი შვილი ვარ. და ამის უფლება თქვენ გაქვთ რომ უთხრათ და შენ, აი ვინც არ უნდა იდგეს იქ და როგორი საშინელებაც არ უნდა იყოს, არ გაქვს უფლება რომ მე განმეკითხო, იმიტომ რომ შენ რა იცი? მამა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მამას უყვარს თავის შვილები და ის და მე მჯერა, მე მაპატიებს და მე ჩემი ნება და ჩემი სურვილია რომ მამასთან ვიყო, მამას გვერდით ვიყო, გესმის? აი ეს არის გასათვალისწინებელი მომენტი, რაც უნდა თქვენ ჩაიბეჭდოთ, დაიმახსოვროთ, დაფიქრდეთ, გააცნობიეროთ თუ რატო ვსაუბრობ ახლა ამაზე. იმიტომ რომ თქვენ ამის უფლება გაქვთ. როგორც ადამიანებს, ახლა თუ არ ხართ ბოტები, არ ხართ უსულოები, უგულოები და ვიცი რომ არ ხართ, იმიტომ რომ მიყურებთ და სრულად არ ადეკვატურები ხართ, ინტუიციაც გაქვთ, გახსნილებიც ხართ და ძალიან ისეთი ადამიანები ხართ, ქალები უმრავლესობა, ხო? რომლებსაც გაქვთ ეს ემპათიურობა, ხო? და მართლა გულთან მიგაქვთ ბევრი რამე და მართლა წუხართ და მართლა დარდობთ ადამიანური თვალსაზრისით ვამბობ, ხო? ამიტომ ეს თქვენთვის არ ახალია, ანუ ეს უკვე თქვენშია, ეს მზრუნველობაც, ეს სითბოც, ეს სიყვარულიც, ეს ემპათიურობაც, ეს ყველაფერი, ხო? რაც ჩვენ გვაქცევს ადამიანებად, ეს თქვენში არის და გამოიყენეთ, მე უბრალოდ გაძლევთ ჩემს რჩევას. როგორც გინდათ ისე მიიღეთ, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ეს აუცილებელი, ანუ თქვენი თავისუფალი ნება და პირველ რიგში ის რომ არ შეგეშინდეთ. და რატო ვიძახი, კიდევ ერთხელ ვიძახი ამას. როცა გადადიხარ უმაღლეს
level-ზე, საფეხურზე, ვიბრაციები, ხო? ეს არის მასიური, დედამიწა გადადის. შეიძლება ეს ხილულად არ დაფიქსირდეს. ხილულად ვხედავთ ომებს, ქაოსს, მასიურ შიზოფრენიას, გაუტანლობას, აი ამ ხელა სტრესს, ამ ნეგატივს რო აფრქვევენ სიძულვილს, არაფრის გამო, რო შენ რაღაცა ხარი რო გაკრა ადამიანს, შეიძლება გეცეს და დაგახჩო, სიტყვაზე ვიძახი, ჯვარი გწერია, მაგრამ იმ დონემდეა უკვე მისული, ნახეთ, რატომ, ხო, უნდა დასვათ კითხვა, რატომ შემოკარგებოდა? იმათ იციან, რომ მათი ბოლოა. მე ვიძახი მეორე მხარეს. მათ დაარღვიეს, ძალიან დაარღვიეს სამყაროს კანონი. ეს არის ერთადერთი, დედამიწა არის ერთადერთი ცოცხალი პლანეტა და ერთადერთი სისტემა, სადაც არის დუალიზმი. რა არის დუალიზმი? სიკეთე და ბოროტება, ხო? ნათელი, ბნელი, ანუ როგორც ინ და იანი. და ესენი, აი ეს ერთად, ხო იცით, ინ და იანის ფორმა. აი ეს ერთად, შეხმატკბილებულად, დაბალანსებულად საუკუნეების განმავლობაში აგრძელებდნენ ყოფას, მაგრამ იყო პერიოდები და ჩვენ არ ვიცით ის, როცა დედამიწაზე ხდებოდა ისე, რომ აჭარბებდა მეორე ძალა, ამ შემთხვევაში ბნელ ძალას გულისხმობ და როცა ირღვეოდა ეს ბალანსი, დედამიწა დგას ბალანსი, კიდევ ერთხელ ვიძახი. ირღვეოდა ეს ბალანსი, სამყაროს აქვს თავის კანონები და მით უმეტეს დედამიწას. აქ არიან კურატორები, აქ არიან მფარველები, აქ არიან ის ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, ვინც ამას ყველაფერს არ დაუშვებენ. და როგორც კი ხდება აი ამ ბალანსის დარღვევა, ისინი უკვე გადადიან მოქმედებაზე. და როგორ მოქმედებაზე? თუ საჭიროა, ცივილიზაციებს, ერებს, სახელმწიფოებს აქრობენ სამწუხაროდ და საუბედუროდ, იმიტომ რომ ყოფილა ჩვენამდე მაღალ განვითარებული ცივილიზაციები, ხო? და იმათი ბუნდღა არ არის, ვიცით რომ იქ ატლანტიკის რომელიღაცა ოკეანეაშია ჩაძირული და იყო ესეთი მაღალ განვითარებული, ძალიან მაღალ განვითარებული ცივილიზაცია. ატლანტიდას ვეძახით, ასევე იყვნენ ქურუმები ეგვიპტეში, ისინიც, ხო, ვიცით რომ ის ეხა პირამიდების მშენებლობა უკვე დღეს ხო დაფიქსირდა, უკვე აღიარეს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და მონა არ არსებულია, რომ ის პირამიდა და არა მარტო პირამიდა, ძალიან ბევრი სხვა ესეთი არტეფაქტებიც არის მთელ მსოფლიოში, ხო? ხო და ამას ყველაფერს ჩვენ გვაჯერებდნენ, გვატყუებდნენ და ჩვენც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ეს ესე იყო, აი 1000-ობით მონამ შემოიგდო ზურგზე 5 ტონიანი. ეს ზღაპარია რა. ზღაპარია. მოკლედ, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს და იმიტომ რომ არ გაქრეს ჩვენი ცივილიზაცია. იმიტომ რომ ჩვენ გავაგრძელოთ ყოფა და ვიარსებოთ, ღმერთ შეუძლია გადაწიოს ეს პერიოდი, ნახე, მას შეუძლია გადაწევა, იმიტომ რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. ამიტომ უნდა ვითხოვოთ, ვილოცოთ, ვიყოთ ამ მაღალ ვიბრაციებში. ეხლა უყურე, კიდევ ერთხელ ავწდი თემას, რომ მინდოდა მეთქვა, რომ მათ იციან ყველაზე კარგად, რომ ეხლა არის ეს დრო, ისინი ვერ ეგუებიან მაღალ ვიბრაციებს. მათ არ შეუძლიათ არსებობა, მე ვიძახი დაბალ ვიბრაციის წარმომადგენლებზე, როცა დედამიწა ადის მაღალ სულიერებაში. როცა დედამიწა ადის მაღალ ვიბრაციაში, ისინი ქრებიან, გესმით? ქრებიან, ვერ გაძლებენ უბრალოდ, ვერ გაძლებენ და მათი საკვები აქამდე ვიყავით ჩვენ, ენერგეტიკულად. ჩვენი უარყოფითი ემოცია იყო მათი საკვები. ეხლა როგორც გინდათ გაიგეთ, როგორც გინდათ დაიჯერეთ. ეხლა, როგორი სიტუაციაა? რო ადის დედამიწა, ხო? და 2 წელიწადში გადავალთ უკვე საბოლოოდ მეხუთეში. აი ეხლა მაგალითად გუშინ როგორც იყო, ხო? ძალიან ვერ დააფიქსირეს აპარატებმა, იმ ხელაზე იყო ავარდნილი.
რაღაც 1000 ჰერცამდე მე მგონი რა. და ეს გაგრძელდება, ეხა ეს 2025 წელს იქნება ესეთი ავარდნები შიგადაშიგ რა. მოუხშირებს. ხო და რა, ანუ ამიტომ მასიური, ნახეთ, მასიური გაბოროტება მე ვიცახი მასებში, საზოგადოებაში, ხალხში, ერთმანეთზე გადამტერება, ომები ძალიან ბევრი, იგივე აი ესე რომ დადიან და ნახევრად გაბრუებულები და ვერ ხვდებიან სად არიან, რა შვებიან, ანუ უემოციო აი ესეთი ზომბები, ну ისინი არიან ბოტები, ზომბები, ემპათიურობა მათ არ აქვთ. მერე შიში აუცილებლად უნდა ჩააგდონ შიშის მდგომარეობაში. ანუ ეს არის მათთვის საკვები და რატო ხდება ეს მასიურად? იმიტომ რომ ამ დედამიწის ენერგეტიკას, რომელიც ადის ზემოთ, ვერ უძლებენ ბნელები და მასიურად მთელი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მასშტაბით ახდენენ ევაკუაციას, ანუ ზეწოლას დედამიწელებზე, ადამიანებზე, ამ შემთხვევაში ადამიანებზე, რომ ჩააგდონ უარყოფით ემოციებში, რაც შეიძლება მეტი შიში, რაც შეიძლება მეტი ომი, სისხლის ზღვრას, გაბოროტება, ანუ ხო გესმით, რომ ამით მე საზრდოობენ, აკლდებათ საკვები რა. უბრალოდ აკლდებათ საკვები. და რო არ მოხდეს ეს და არ გავხდეთ ჩვენ ჯვარი გვწერია მათი საკვები, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ ზომიერება, ანუ ნახეთ, ზომიერებაა მთავარი. იმიტომ რომ დაარღვიეს სამყარო მათ მოულის, ისინი აქ არ დარჩებიან, იცის სამყარო და თვითონაც იციან, ანუ ნათელი ძალები არ დატოვებენ მათ ისე. რატომ? იმიტომ რომ ძალიან დაარღვიეს, აი ძალიან დაარღვიეს ბალანსი და მათ იციან რომ დაისჯებიან და იციან რომ მათი ბოლოა, მაგრამ საკვები ჭირდებათ. გესმით? და რო აკლდებათ ეს საკვები, ამიტომ რას აკეთებენ, აბა? მიხვდით. ის გათიშვა ბლეკაუთი რომ მოაწყვეს. აი ეს ყველაფერი ხელოვნურად, ანუ ამას ის პლანდემიები და ასე შემდეგ, ყველაფერი ამათი ხელოვნურად გაკეთებული და შექმნილია. ნუ გონიათ, რომ დედამიწა განადგურდება, რომ არიქა და ვიღუპებით, არა. ამას ყველაფერს აწყობს ადამიანი. ოღონდ, ну, ამ შემთხვევაში არა ადამიანი, არამედ ინფერალური არსება, რომელიც ჩასახულია ადამიანში და უკვე გადაქცეულია ის ადამიანი ან ბოტად, ან ზომბად, ან კიდე რაღაც არსებად, აი ამ მასიურ აი ესეთ შიზოფრენიას, ქაოსს და სიგიჟეს, ხო? აი ეს უნდა იცოდეთ. ეხლა ყველგან რა არხზეც არ უნდა ჩართოთ, სადაც რა ინფორმაციაც არ უნდა წაიკითხოთ, ყველგან უტრირებს ნეგატივი. ყველგან, ანუ არის უარყოფითი, აბა დააკვირდით. ერთი რამე კარგი სასიხარულო, დადებითი თუ მოდის სოციმედიებიდან, მეინსტრიმ მედიებიდან, ანუ არ არის რა. არა, იმიტომ რომ არ უნდათ, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, ადამიანი იყოს მაღალ ვიბრაციებში, ადამიანი იყოს სულიერებაში დამშვიდებული, არ აწყობთ, გესმით? არ აწყობთ. და ეხლა თქვენი გადასაწყვეტია, რას მიაწვდით მათ, მიაწვდით ენერგიას უარყოფით და გახდებით, ანუ რასაც ხედავთ მასიურად რაც ხდება, თუ რაღაცნაირად გააცნობიერებთ ამ ყველაფერს, დაფიქრდებით ამ ყველაფერზე და ამ ემოციებს მოითოკავთ და გადახვალთ რაღაცა უფრო შემოქმედებით ენერგიებზე, იგივე დადებითზე, რაღაცნაირად კაცთმოყვარეობას, ემპათიურობას, სიკეთეს და სათნოებას გამოიჩენთ ერთმანეთისადმი. რა ვიცი, აბა, თქვენზეა დამოკიდებული, ჩემოკარგებო. არადა, მაშინ თუ გაგრძელდება ეს მასიური ესეთი შიზოფრენია, გაუტანლობა და სიბოროტე და უარყოფითობა, მაშინ მათთვის ძალიან ადვილია ჩვენი ცივილიზაციის გაქრობაც და
რა ვიცი, ნება თქვენი ეს ჩვენ უმრავლესობა ადამიანებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ თავისუფალ ნებაში არ ერევიან და რაც უფრო მეტი ვითხოვთ, მოსახდენი მოხდება, მაგრამ რაც უფრო მეტი მოვითხოვთ მშვიდობას, მოვითხოვთ რომ იყოს ჰარმონია, რომ ადამიანები დამშვიდდნენ, რომ ვაკეთოთ სიკეთე, უფრო მეტად გაითვალისწინებენ და გადაწევენ იმ რაღაცას, რასაც აპირებს ის მეორე ძალა. გესმით? აი ამაშია მთელი აზრი აქ. და გადავედით აბა ჩვეულ კითხვაზე, რა ენერგიებში ვართ ახლა, რას გვეტყვიან ჩვენი დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე სამყაროს ნათელი კეთილი ძალები. მხოლოდ და მხოლოდ ენერგიებზე ვეკითხები, ხო? აი რაც თქვი ზუსტად რა. ერთი-ერთში. რა ენერგიებში ვართ? ნუ პირველ რიგში მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. ენერგიები მასიურად, მთლიანად, ხო? ყველასი არ ვყოფ ახლა იმას, ამას, არის აი ესეთი გვაჯანჯღარებენ. ყველა მხრიდან, ნახეთ, ადამიანი მოდის, არ ვიცი ხედავთ თუ არა, ან რამდენად დაინახავთ. ადამიანი მოდის და ყველა მხრიდან აი ეს არსებები არიან შემორტყმულები და აჯანჯღარებენ. რას ნიშნავს? თავს იცავს ამადგან. ეს არიან ის არსებები, რაც მე ახლა ვთქვი. რა გვჭირდება ამისთვის? ეს ენერგიებია ჯერ, ხო? ამისთვის გვჭირდება მუშაობა ჩვენ თავზე. ამისთვის გვჭირდება საიდუმლო ცოდნა, იგივე ეს ეზოთერია, რაც მე ხა გითხარით. უფრო მეტი გაცნობიერება. ამისთვის გვჭირდება გადალახვა იმ დიდი, აი მთასავით, ხო, აქ სირთულის, რაც წინ გვაქვს, იმიტომ რომ წინ გველოდება ჩვენ და რა გველოდება წინ? აი ესეთი რაღაც გველოდება წინ. ეს ზოგადად ხდება. მერე დავდგებით არჩევანის წინაშე. ანიქეთ, ანაკეთ. ოკეი? იმიტომ რომ იქნებიან ადამიანები ჩვენი საახლობლოდან, მე არ ვიძახი ხა ვიღაცა უცხოებს, ჩვენი საახლობლოდან, რომლებიც იქნებიან აგრესიულები, გააფთრებულები, გამძვინვარებულები, გაღიზიანებულები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს დასათრგუნია, მაგრამ ამ ყველაფერს აბა როგორ გავუმკლავდებით? Gregory Scott Tarot card. ამ ყველაფერს ჩვენ თუ გავუმკლავდებით, თუ რა თქმა უნდა, გონიერებას ჩავრთავთ. გონიერებას და ემპათიურობას. კი ბატონო. აქ რა თქმა უნდა, არჩევანის წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ ესეა, იყოფა ყველაფერი, ქვეყნები, ერები, ადამიანები, მიდის გადარჩევა, გადანაწილება სულების. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, აუცილებლად, აგერ რუკა აქ გვაჩვენებს, რუკაზე უდევს ხელი, ხო? დიდი გადანაწილება ხდება, მაგრამ ზეციური ძალები, ჩვენი მფარველები უკანაგე ანგელოზუკები, ჩვენი ნათელი მფარველები, აი, ჩვენი მფარველი ანგელოზები, ჩვენი დამცველები, ვინც არიან, აი, შეიძლება ჩვენი წინაპარი იყოს, ვინც გვიცავს და ჩვენ არ ვიცით, ჩვენ მფარველად დაგვინიშნეს და ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხედავთ, ხო? ზეციური ძალის წარმომადგენლები, ნათელი ძალები ამ შემთხვევაში ანუ გზას გვიკვლევენ. ჩვენ მარტოები არ ვართ. დაიჯერეთ ხალხი, არ ხართ მარტოები. და გამოვალთ ამ მასიური ესეთი under pressure, რო იტყვიან, რომ პირდაპირ გვაჭერენ წიგს, ხო? ყველანაირად რა ვიცი. გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ჯერჯერობით არა, ნუ კიდე გაგრძელდება ეს მასიურია ესეთი. მაგრამ ახალი დასაწყისი იქნება. უბრალოდ აქ ნახეთ რა კარტი ამოდის კიდე, ნუ რაღაცნაირად უნდა მოვატყუოთ კი არა, აი როგორ თქვა, როგორ ჩამოვაყალიბო, ნახეთ, უნდა ჭკუა ვიხმაროთ წინსწრებით, რასაც ახლა მე ვამბობ, საუბრობ, ხო და თქვენ რჩევას გაძლევთ, რომ რაღაცნაირად ვიხმაროთ ჭკუა, რომ აი ამ სიტუაციას ხო განვერიდოთ.
ანუ პრობლემებიდან გაქცევა. მერე არის ახალი დასაწყისი, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტუიციაზე დაყრდნობით და აქ არის ოჯახის კარტი, ასევე სტაბილურობის კარტი, მაგრამ ჩვენი ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები, უნდა შევინარჩუნოთ სითბო, ერთობა, ჰარმონია, მეგობრობა, სიყვარული რაღაცნაირად რა, ერთად უნდა დავდგეთ. ერთად, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. და მაინც რას გვირჩევენ, რას დაგვარიგებენ ამ შემთხვევაში, ეხა მე რაც ვისაუბრე, მთლიანობაში რაც ხდება ამ გადასვლასთან დაკავშირებით, ხო? მაღალ ვიბრაციებში რომ გადავდივართ ამ პერიოდზე. რა რჩევას მოგვცემდით ჩვენ ყველას, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს. ისაც უნდა რომ გადავიდეს მაღალ ვიბრაციაში და იცხოვროს ბედნიერად. რჩევა იქნება ასეთი ჩემო კარგებო. და მშვენიერი რჩევა. დაგავიწყდებათ თქვენი გული, თქვენი ინტუიცია. თუ კი რაღაცას გრძნობთ, ხო? გონება უნდა გამორთო, იმიტომ რომ გონება ვერ ჩაწვდება. ნახეთ, ეხლა მე ეს რაც ვისაუბრე, ხო? გონება ამას ყველაფერს ვერ აღიქვავს. თქვენის უნდა იგრძნოთ, გრძნობის სიტუაცია ხალები, ვინც მიყურებთ, ხო, ქალბატონები. მადლობა. ქალებს ეს გაქვთ, ქალბატონებს თქვენ ეს გაქვთ და უფრო მეტად იცით, იმიტომ რომ ესეა შექმნილი ჩვენი სხეული, მოწყობილი ინტუიციურად. და ქალბატონებს არ გაუჭირდებათ, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გრძნობა, მამაკაცებო. ჩვენ გვაქვს ის ინტუიცია, რაც თქვენ არ გაქვთ. თქვენ გაქვთ ლოგიკა, ნახეთ? და ჩვენ შეიძლება ძალიან არაადეკვატური სიტუაცია იყოს, ისე რომ ვერ ვხსნიდეთ რა ხდება, მათემატიკაო ბაიბურში არ ვიციო და არ ვიცი რა, მაინც რაღაცა ეს ციფრი დავწერეო რა. ინტუიციურად და ზუსტად გავარტყიო, ხო, რაღაც არის ეგეთი რაღაცა. ქალებშიც მე ზოგადად ვამბობ, ესეთი რაღაცა არის. არაადეკვატური სიტუაცია, არც პოლიტიკა ვიცი, არც ის ვიცი, არც ეს ვიცი, არც ის მაინტერესებს, მაგრამ ჩემი ინტუიცია მამოქმედებს, ჩემი გრძნობა, ამაზეა საუბარი. აქაც რჩევა არის ესეთი, თქვენი ინტუიციით, თქვენი გულით, თქვენი გრძნობა გააქტიურეთ და ჩართეთ, იმიტომ რომ მოგიწევთ თავის დაცვა. კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ არის ჩხუბი, აქ არის კონფლიქტი, აქ არის გაყოფა, აქ არის თავდაცვის პოზიცია, ნახე, რომ ეს ჩემი ტერიტორია, შენ იქით ხარ და მე ესე იგი შუბით ხელში რო იტყვიან, ესე ვიცავ ჩემ პოზიციებს. აქეთ მხარეს არ გამოხვიდი, აქ ეხა საუბარია ზოგადად, ხო? საუბრობ ამ სიტუაციაზე, რომ ის უარყოფითი ფიქრები, აზრები, ემოციები, მოგვიწევს, რომ გავიციოთ, გავაგდოთ, უარყოთ და ვთქვათ, არა, არ ვღებულობ, იმიტომ რომ მჯერა ვიცი, მწამს ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი არ გამწირავს, ღმერთი ჩემთანაა. უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი, გესმის? თომას მოციქულმაო, ხო? რატომ უთხრა ჩვენ უფალ იესო ქრისტეს, უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი. მეო სანამო, ხო, მთელმა მოციქულებმა ყველამ უთხრეს, რომ ქრისტე აღსდგაო, ნახე, გაცოცხლდაო და არაო. მე სანამ ჩემი თვალითო იქო ხელს არ ჩავყოფო, იმის ჭრილობას არ დავინახავ, არ შევეხებიო, ვერ დავიჯერებ, ნახეთ, აქაც ადამიანური ესეთი თვალსაზრისია, ნათქვამი, მას როგორ არ ჯეროდა, მას ძალიან უყვარდა, ყველაზე მეტად თავისი უფალი ქრისტე უყვარდა, მაგრამ კი არა, სჯეროდა, მაგრამ უნდოდა ქრისტეს ნახვა. ურწმუნო თომაო რო არის, ეს ძალიან ცუდი გამონათქვამია. კომუნისტების დროს შეარქვეს უღმერთოებმა. ის ძალიან მორწმუნე იყო და ძალიან წამდა და ძალიან უყვარდა. მას უნდოდა რომ უფალს შეხებოდა, იმდენად ენატრებოდა, იმდენად უყვარდა რომ უნდოდა და ამიტომ იძახდა ამას, გესმით? სანამ მე ხელს არ მოვკიდებო და იმ ჭრილობებს არ შევეხებიო და არ ჩავეხუტებიო.
და არ ვეტყვი უფალი ჩემი ღმერთი ჩემიო. და აი ესეთი სიტუაციაა გესმით? ანუ არ უნდა გავხდეთ ურწმუნო ადამიანები. ამ შემთხვევაში თომა მოციქული აღმატებული ეს წმინდანია და ის უფლის გვერდითაა, მაგრამ ეს გამონათქვამი რატომ მოდის? რატომ მოდის? რწმენის ნაკლებობის გამო მოდის ხალხნო. მას რო ქონდა რწმენა, ნეტა ისეთი რწმენა ქონდეს ყველას, ხო? მას რო წამდა. მაგრამ ეს ფაქტი რატოა დაფიქსირებული, ხო? ბიბლიაში. ცოცხალი წიგნია. იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ეს, სანამ არ დავინახავ არ მჯერა. და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაიჯერეთ. იმიტომ რომ ეს დროა მოსული, არიან, აი ეს უხილავი არსებები არსებობენ. და უტევენ ადამიანებს, უტევენ უარყოფითი ენერგიებით, რომ ჩააგდონ შიში, ჩააგდონ დეპრესიაში, ჩააგდონ გაღიზიანებაში, გამწარებაში, ჩხუბში, რომ ერთმანეთს გადაკიდონ, უმტრონ, შეაძულონ ერთმანეთი. ეს არის მათი საკვები. ამით საზრდოობენ, ამით იღებენ ისინი საკვებს და ენერგიას, ანუ ჩვენით რა, უარყოფითი ენერგიით. ეს არის მათი საკვები, სხვა მათ არაფერი არ აინტერესებთ. და ჩვენ რო ვართ მოკლებულები აი ამ რწმენას, რაც მე ხლა ამ წუთას ვთქვი, რატომ უნდა ჩავრთოთ ინტუიცია და გული, რატომ უნდა გამოვრთოთ გონება, რომ სანამ მე არ დავინახავ, არა, ვერ დავიჯერებ, ესე არ არის. უნდა ჩართო და იგრძნო გულით. გონებით ვერ გაიგებ, ვერ გაარკვევ, შენი გონება ვერ ჩაწვდება ამ ყველაფერს. მეც ეხლა საუბრობ ხსნი, მაგრამ ჩემთვისაც ძნელია ამ ყველაფრის გონებით გაშიფრვა, ხო? არ არის ადვილი, ეხლა ვილაპარაკო რაღაც არსებებზე, არ არსებულ ვითომ არსებებზე, რომლებიც ესე, ანუ ადამიანურად გამიგეთ, ხო? არ არის ჩემთვისაც ადვილი ამაზე საუბარი, მაგრამ მე ვიცი რომ ესეა და ისიც ვიცი და მჯერა და მწამს, რომ მხოლოდ სიყვარული და ნათელი ძალა და ქრისტესთან დგომა და ღვთისმშვილობა ამას შეუძლია, რომ დაამარცხოს ბოროტი. მათი დრო ამოწურულია, დამთავრდა. არა არის დაფარული რო არ გამშხამდეს, მოვიდა ეს დრო. ყველას აეხდება ფარდა. ჩამოხტილია ის ნიღბები. ვეღარავინ ვეღარ დამალავს, ისინიც კი გამოჩნდებიან. მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ გადასვლის პერიოდია და მეხუთეში გადავალთ, ისინი ვერ გაძლებენ, ვერ აიტანენ მაღალ ვიბრაციას. დაიწვევიან, გაქრებიან და მათი ბოლოა. ამიტომ მახდენენ მასიურ ქაოსს. გაიხედეთ, ყველგან რაღაც ხდება. და ჩვენ ადამიანებმა, რომლებმაც უმრავლესობამ, ყველამ არა რა თქმა უნდა, დაკარგა გონი და აღარა აქვთ ეს ემპათიურობა, გრძნობა, ინტუიცია, ხო? და ვერ გრძნობენ. ხედავენ, გასაგებია, ბევრ ამას ვერ ხედავენ ისინი. მათი თვალები დაბრმავებულია, მაგრამ ვერ გრძნობენ ამას. დაიღუპებიან. ამიტომ ვერ გადარჩებიან ისინი. გესმით? და ეხლავე უნდა დაიწყოთ აი ესეთი გამოღვიძება და თქვენ თავზე მუშაობა და თქვენ ახლობლები, ვინც არიან იმათაც, რომ შეუძახოთ, იმიტომ რომ რეალურად ეს ხდება. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ჩათვალეთ, რომ 2 წელიც არა. შეიძლება უფრო მალეც. ნახოთ. ძალიან აჩქარებენ ამ დროს. მაგრამ ღვთის წყალობით საქართველოში კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ აქ არის გამორჩეული რაღაც სიტუაციები, არის ფარველობა ძალიან დიდი და იცით ეს ჩემზე უკეთესად ძალიან ბევრმა, ამიტომ ღმერთი წყალობის თვალით გადმოვხედავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ იქნება განსაცდელები. იქნება, რა თქმა უნდა, დევნაც იქნება, განსაცდელებიც იქნება, გამოცდაც იქნება, მაგრამ ჩვენ, ვინც ვართ ღვთისმშვილები, ღირსეულად უნდა გადავიტანოთ, იმიტომ რომ ვინც ასე თუ ისეა ვართ ინფორმირებულები და ვიცით,
გონებით კიდევ ერთხელ ვიძახი, ვერ გავიგებთ, მაგრამ უნდა ვიგრძნოთ და ჩვენი ინტუიციით და გულით უნდა წარმართოთ ჩვენი ცხოვრება. მხოლოდ და მხოლოდ, გული რატომ? ნახეთ, გული გონიერი, მომადლე, მეუფალო. გულშია ის ღვთიური ნაწილაკი. გულშია. ის, ჩვენი უფალი არის ჩვენს გულში, გესმით? ამიტომ ბოროტი გულს ვერ ეკარება. გესმით? და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იგრძნოთ და ჩართოთ თქვენი ინტუიცია. ამჯერად გამიგრძელოთ და მაგრამ თუ უყურებთ, ძალიან კარგი, თუ მომისმენთ, კიდევ უკეთესი, თქვენთვის იქნება ეს პირველ რიგში კარგი, რომ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე და გააცნობიეროთ, რომ გადარჩეთ. ძალიან მინდა, რომ ყველა გადარჩეს. აბა თქვენ იცით. მომწერეთ და დამილაიქეთ თუ მოგეწონათ.